მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. როგორ აფასებს ჭიათურაში ხალხი და ხელისუფლება 2015 წელს და როგორია მათი თვალით დანახული 2016 წელი. ჯორჯიან მანგანეზის მორიგი სოციალური პროექტი. სასმელი წყალი ამჯერად სოფელ ითხვისის რამდენიმე უბანმა მიიღო. ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში 24 ღუმელის მშენებლობა მიმდინარეობს. საწარმო გადაიარაღების პოლიტიკას აგრძელებს. ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორებმა შრომის პირობები ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო უბნებზე შეისწავლეს. 4 ნიჭიერის ზესტაფონელი მოზარდი ბაქოს მუსიკალურ ფესტივალზე ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური მხარდაჭერით მიემგზავრება. მიმდინარე წლის ბოლოს ინდუსტრიული მაცნე დაინტერესდა ემთხვევა თუ არა ხალხის საჭიროებები და ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მომავალი წლის პრიორიტეტები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და პარლამენტარი 2015 წლის შეფასებით და 2016 წლის გეგმებით. ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გასული 2015 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენდა. სხვადასხვა მიმართულებით ამ დრომდე მიღწეულ შედეგებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი აფასებს. მისი თქმით, 2014-თან შედარებით 2015 წელი წარმატებული იყო. სულხან მახათაძე ყურადღებას ინფრასტრუქტურის, სოფლის პროგრამებით გათვალისწინებულ პროექტებსა და სოციალური კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე ამახვილებს. ჩვენ განვახორციელებთ უამრავი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, საგზავნო ინფრასტრუქტურის კუთხით, საბავშვო ბაღების კუთხით. განვახორციელებთ ის პროგრამები, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან ჩვენ ჩავდებით სოციალურ პაკეტში და ჩვენს მოქალაქეებს ვეხმარებით სოციალური დანიშნულების მიხედვით. სოფლის პროგრამებით უამრავი, ესე რომ ვთქვათ, მსხვილი და პატარა პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები მოხსენით და მოვაგვარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემები რჩება ჩვენი მოსახლეობის და ქალაქის წინაშე და მუნიციპალიტეტის წინაშე. დინამიკა საბიუჯეტო, ესე რომ ვთქვათ, მიმდინარეობს გაზრდისკენ, შესაბამისად ამ ფინანსური მხარდაჭერით და ბიუჯეტის გაზრდით ჩვენ კიდევ უფრო მრავალ პროექტს განვახორციელებთ მომავალი წლის განმავლობაში. გასულ წელს წარმატებულად მიიჩნევს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მალხას წერეთელი, თუმცა აღნიშნავს, რომ დარჩა საკითხები, რომლებიც ამ დრომდე პრობლემად რჩება, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მაცხოვრებელთათვის. ჩვენთან საუბარში პარლამენტარი წყლის სისტემის გაუმართავობის საკითხს შეეხო და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს ამ კუთხით ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. კომპანიამ წელს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სოფელ პერევისაში, ითხვისში და მღვიმევში მოცულობითი სამუშაოები განახორციელა. ყველაზე დიდი პარლამენტარი მიმდინარე წელს მუნიციპალურ ბიუჯეტში ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან დამატებით შემოდინებულ სოლიდურ სახსრებს მიიჩნევს. 2015 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის იყო წარმატებულიც და დარჩა ის საკითხები გადასაჭრელი, რომელიც ძალიან პრობლემულია როგორც ქალაქისთვის, ისე სოფლის მოსახლეობისათვის. წარმატებაში პირველ რიგში დავასახელებდი მას, რომ ჩემს მიერ ინიცირებული კანონი შევიდა ძალაში 2015 წლის 1 იანვარს, რამაც დამატებითი თანხები გაუჩინა ადგილობრივ ბიუჯეტს, კერძოდ დამატებით 3 მილიონი ნახევარი ლარამდე შემოვიდა ადგილობრივ ბიუჯეტში, რამაც საშუალება მიცა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ამ თანხის ფარგლებში დამატებითი ღონისძიებები, დამატებითი სამუშაოები და ჩაეტარებია იმ პრობლემების მოგვარების გზაზე, რა პრობლემების წინაშე ძალიანად იმყოფება მუნიციპალიტეტი. წარმატებულად წარიმართა საავადმყოფოს თემა ჩვენთან. მე ვთვლი, რომ უკვე ეს საკითხი პრაქტიკულად მოგვარებული იქნება და მომავალ წლიდან წელს ჩვენს ქალაქს ექნება ახალი მუნიციპალური საავადმყოფო, რათა აი ის პრობლემები, რომლის წინაშედაც იდგა ჭიათურის მოსახლეობა და მათ შორის ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული და მათი ოჯახის წევრებს დაახლოებით 14000 ადამიანს
უწევდათ სამედიცინო სერვისების მიღება ქალაქ ზესტაფონში, იმედია მომავალი წლიდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ადგილზე მიიღებენ ნორმალურ სამედიცინო დახმარებას. პრაქტიკულად უპატრონოთ არის დარჩენილი სოფლის წყალმომარაგება და ჯორჯიან მანგანეზის კეთილნებაზეა დამოკიდებული და შეიძლება აღვნიშნოთ ისიც, რომ გარკვეული სამუშაოები მათ 2015 წელს გაწიეს, რისთვისაც მადლობას გადავუხდით. სულხან მახათაძე აღნიშნავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც მომავალი წლის გეგმებზე დადებითად აისახება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტად, რომელიც 2016 წელს უნდა განხორციელდეს, მუნიციპალიტეტის გამგებელი და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მუნიციპალური ტრანსპორტის საბაგირო გზის მშენებლობას ასახელებენ. 2016 წლის სექტემბერში უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპლუატაციაში მივიღებთ და გავუშვებთ ახალ თანამედროვე ტიპის საბაგირო გზებს. 24 საათიანი სუფთა წყალი ონგანში, გარევაჭრობის შეზღუდვა, სუფთა და კეთილმოწყობილი ქალაქი, საგზაო ინფრასტრუქტურა და კინოთეატრი. ეს იმ სურვილთა ჩამონათვალია, რომლის განხორციელების მოლოდინის ჭიათურის მოსახლეობას 2016 წელს აქვს. Ჩემთვის სურვილია ქალაქს დაუბრუნდეს კინოთეატრი, რომელიც ადრე არსებობდა ჩვენს ქალაქში და ახლა აღარ ფუნქციონირებს, რათა ახალგაზრდებს მოგვეცეს საშუალება დედაკრანზე უყუროთ ახალ და სასურველ პრემიერებს. და ეს დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ახალგაზრდის სურვილიც. ძალიან მინდა 2016 წელს შეიცვალოს ქალაქში პირველ რიგში იყოს 24 საათიანი გრაფიკით მოგვეწოდებოდეს წყალი და იყოს სუფთა და მინდა რომ ძალიან იყოს ჩვენ ქალაქში სისუფთავე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვერ ვხედავთ. ვისურვებდი რომ კეთილმოწყობილი ყოფილიყოს სკვერები ქალაქში ბავშვებისთვის დასასვენებლად და სუფთა გარემო რომ იყოს. სოფელ სკინდორში არის ძალიან ცუდი გზა, რომელიც გზაზედაც მიწევს დღის განმავლობაში სამჯერ გადასვლა გადმოსვლა და თუ შესაძლებელი იქნება რომ ეს გზა გაკეთდეს. მინდა რომ ჩემი ქალაქი უფრო გალამაზდეს, სარეკრეაციო ზონები უფრო გალამაზდეს და ბევრი გაკეთდეს. ბევრი ამის კარგს ველოდები 2016 წელს ჩემ ქალაქში, იმიტომ რომ თავდათავ ვითარდებით და დარწმუნებული ვარ რომ უფრო გალამაზდება აქაურო. მოსახლეობის ამ მოთხოვნებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან პასუხობენ. ჩვენი საზოგადოების ყველა მოთხოვნაზე ვალდებული ვართ და პასუხისმგებლები ვართ, რომ რეაგირება გავაკეთოთ. პირველი ის, რომ როგორც აღვნიშნეთ, წყლის პროექტის განხორციელება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება ჩვენ დავიწყებთ და კიდევაც მივიყვანთ ბოლომდე. 700,000 ლარზე მეტი დაიხარჯება ჩვენი ქალაქის ქუჩების რეკონსტრუქციისთვის, ფასადების მოწესრიგებისთვის, სკვერების რეაბილიტაციისთვის და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეც დავხარჯავთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყველას მოგვეხსენებათ, რომ ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ქალაქის დამტვერიანების კუთხით არსებობს ჩვენ ქალაქში, ამ კუთხითაც სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება. არ შეიძლება მარტო რომ მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ კუთხით მუშაობა და კერძო განთავსებადა კომპანიებმა ან ნებისმიერმა ვინც იქნება დააბინძუროს ქალაქი. რა თქმა უნდა, ბიზნეს ხელი უნდა შეუწყოთ, მაგრამ ეს ბიზნესი არ უნდა იყოს ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე და გარემოს დაბინძურების ხარჯზე. ეს ვალდებულება აუცილებელია და ბიზნესმენს უნდა გაითვალისწინოს და ნებისმიერმა მოქალაქემ. კინო სტუდია, რომელზეც ახლა დღეს საუბარი მიდის და დღეს აღარ არსებობს, თუმცა ბევრი ხარვეზები მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებობდა, რომ თითქოს ინტერესი ნაკლები იყო, თუ კი დღეს ჩვენი მომავალი თაობა დაინტერესდება ამ კუთხით, ჩვენ მზათავართ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და გვერდჩიტობა აღმოუჩინოთ მათ. კი, ნამდვილად ვახსოვართ ცენტრალურ ხელისუფლებას და იმიტომ რომ ესეთი უზარმაზარი პროექტი ხორციელდება ჩვენთან, ეს თანხა არ იქნებოდა ჩადებული, რომ არა მომავლის პერსპექტივა ჩვენი ქალაქის, რომ არა ის მომავალი ხედვები, რომ ამ ქალაქს სიცოცხლე უწერია, ჩვენი რაიონის მოსახლეობა აუცილებლად იმსახურებს და იცხოვრებს იმ ჯანსაღ, იმ გარემოში, სადაც მათი ცხოვრებისა და მუშაობისათვის ნორმალური პირობები იქნება შექმნილი. პარლამენტარის თქმით, პრიორიტეტული მიმართულებები მოსახლეობის კარნახიდან გამომდინარე ყალიბდება. 2016 წლისთვის აქცენტი ისევ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ პროექტებზე გაკეთდება. ინდუსტრიული მაცნე შემდეგ გამოშვებაში გიამბობთ, როგორია ზესტაფონელების მიერ დანახული მიმდინარე წელი. რა შეფასებებს აკეთებს ხელისუფლება და რას გეგმავს 2016 წლისთვის. ჯორჯიან მანგანეზი აგრძელებს სოციალურ პროექტებზე მუშაობას. პერევისასა და მღვიმევში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ
ონკანში წყალი უკვე სოფელ ითხვისის მაღარო ნომერ 32-ზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღეს. ეს სოფელ ითხვისში 32 უბნის დასახლებაში მდებარე ცენტრალური წყალსაცავია, რომელსაც წყალი ღრდოს წყალსადენიდან მიეწოდება. აქედან საცმელი წყალი ქვედა უსახელოს, ქურციკიძეების, იაკობიძეების, ნადირაძეების, დარბაიძეების, ეგრეთ წოდებულ სილების უბანს და ახალ დასახლებას მიეწოდება. მათ რიცხვს მრავალი წლის მანძილზე ხავთაძეების უბანი აკლდა, რომლის მიმართულებითაც წყლის მაგისტრალი არ არსებობდა. აქ მაცხოვრებლებს სასმელი წყალი შორი მანძილიდან დაჰქონდათ, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის კი წვიმის წყალს აგროვებდნენ. ზედამდე 3 კილომეტრიდან მოცილებით ჭები არძევით მოსახლეობას აქ და ზედამდე კიდე ჩამოხონა და ამასთან მოცილდა 10 დეკა ბაზმეორეს და წამიღე მოცილდას. ჭების წყალი მოდიოდა ბაკი გავოსებით და სარეცხად იმას ხმარობდით. მოსახლეობამ დახმარებისთვის კომპანია ჯორჯიან მანგანეს მიმართა. ახლა უწყლობის პრობლემა ხავთაძეების უბნის მაცხოვრებლებს აღარ აქვთ. კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ ცენტრალური წყალსაცავიდან 1 კილომეტრიანი მაგისტრალი ხავთაძეების უბნის წყლის რეზერვუარამდე გაიყვანა, საიდანაც წყალი უბანში მცხოვრებ ყველა ოჯახს მიეწოდება. მოხდა კილომეტრიანი მაგისტრალის გაკეთება სასმელი წყლის და მთლიანად არის უკვე ეს უბანი დაკმაყოფილებული. უბეშიდაც მინდა აღნიშნო, რომ მოსახლეობამ ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინა სამუშაოებთან დაკავშირებით. მართალია ჩვენ მილებიც მივიტანეთ, რაც იქ ტექნიკამ დაემან იმუშავა, მაგრამ თვითონ მოსახლეობამ ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინა. ხავთაძეების უბანში 65-მდე ოჯახია. მოსახლეობის უმრავლესობას კომპანია ჯორჯია მანგანეზის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები წარმოადგენენ. დახმარებისთვის მიმართეთ რამოდენიმე სტრუქტურას, სადაც დადებითი რეაგირება არ გამოიღო. გადავწყვიტეთ სოფელმა ერთობლივი განცხადებით მიმართეთ ჯორჯია მანგანეს, რომელმაც გაეთვალისწინა ჩვენი თხოვნა, გამოიჩინა დადებითი ყურადღება ჩვენს მიმართ და მაგ წყლის პრობლემების მოგვარებაში ფრიადზე შეასრულა ყველაფერი. როცა ჭურჭელი არ ქონა ხალხს, ჩვენ გვაქვს სამარაგო, გზა გაგვიკეთა ტრაქტორით, ბულდოზერით, შედიოდა ცისტერნა და ასხავდა იქ ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაცია კომპანია ჯორჯიან მანგანეზის პრეროგატივა არ არის, საკუთარი თანამშრომლების და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით კომპანიამ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. მსგავსი ტიპის სამუშაოები კომპანიამ სოფელ პერევისასა და მღვიმებში განახორციელა. ანალოგიური სამუშაოები სოფელ შუქრუთში მიმდინარეობს. კომპანიის ინტერესი ის არის, რომ თვითონ მოსახლეობამ მოგმართა ამით თხოვნით და ჩვენი მოსამსახურე ხალხია დასაქმებული ძირითადად. ასე რომ დღესდღეობით არ არის ჩამოყალიბებული წყალმოვარაგების სისტემა ისე რომ თქვა ვიღაცას ეკუთვნოდეს ეს როგორც ვალდებულება შეპესე ჯორჯიან მანგანეზისთვის არ არის ეს, მაგრამ კეთილინებაა გამოიჩინა ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობამ და როგორც მოგახსენეთ მოხდა ამ სამუშაოების ჩატარება და რომელსაც კიდევ ვაგრძელებთ. მას შემდეგ რაც შუქრუთში წყლის მიწოდება აღდგება, კომპანია ჯორჯია მანგანეზი წყლის სისტემის აღდგენით სამუშაოებს სოფელ რგანსა და წერეთლის მაღაროზე განაგრძობს. კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას ამჯერად სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის აგრძელებს. ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში 24 ღუმელის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სრულ გადაიარაღებაზე ქარხნის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთის ბრიგადები მუშაობენ. მეოთხე საამქროში 24 ღუმელის სრული დემონტაჟის შემდეგ ახალი თანამედროვე ტიპის ღუმელის მშენებლობა მიმდინარეობს. ინდური კომპანია გალსასის შემოთავაზებული ღუმელის წარმოდგენილი პარამეტრები, ეკონომიკური მაჩვენებლები და საპროექტო ღირებულება ჯორჯიან მანგანეზისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. Завод уже давно обсуждал вопросы реконструкции სუშესტუიჩი ფეროშენადნობთა ქარხანაში მოქმედი ღუმელების რეკონსტრუქციის საკითხი დიდი ხანია განიხილებოდა, რადგან ისინი პირველ საამქროში 30-იანი წლებიდან არის მოქმედებაში, მეოთხე საამქროში კი 60-იანი წლებიდან. შემოთავაზებულ წინადადებებიდან ყველაზე რეალიზებად პროექტად ჩვენს პირობებში ინდური პროექტი მივიჩნიეთ, რომელიც დაახლოებით $5 მილიონ არის შეფასებული. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის 1 წელი მიმდინარეობდა. ახლა უკვე ფინალური სტადიაა. მომავალ კვირაში ინდოელების 30
30 ჯგუფი ჩამობრძანდება, რომელსაც თებერვლის ბოლოს სპეციალისტები კიდევ დაემატებიან. ღუმელის ჩართვას აპრილისთვის ვარაუდობთ. რამდენიმე თვის განმავლობაში დავაკვირდებით, შევადარებთ ახალი და ძველი რუსული ღუმელების ეკონომიკურ მაჩვენებლებს. თუ გამოჩნდა, რომ ამ პროექტმა წარმატება მოგვიტანა, მაშინ თანდათანობით ამ ტიპის ღუმელებს დავამონტაჟებთ. Постепенно мы будем менять все печи на вот данный тип печи. წინასწარი მონაცემებით ინდური კომპანიის მიერ პროექტირებული ღუმელი ქარხანაში მოქმედი რუსული წარმოების ღუმელების კონსტრუქციისაგან განსხვავებული იქნება. პირველ რიგში ტრანსფორმატორები არის მაქსიმალური 8.5 მეგავატის სიმძლავრით, ანუ ჯამური სიმძლავრე 2.5 მეგავატით მეტი გამოდის აი ამ ახალი ღუმელისა. ძალიან განსხვავებული არის თვითონ ამონაგიც. ამონაგი არ კეთდება ჩვეულებრივად ისე როგორც ყოველთვის ვაკეთებდით ნახშირის ბლოკით, კეთდება ნახშირბადიანი პასტით და რამაც ყველაზე მეტად მიიზიდა მაგალითად ჩემი ყურადღება, ეს არის თვითონ ფაზები, ვისაც ჩვენი ტექნოლოგია ესმის წყლით გაგრილების სისტემის გარეშე ღუმელის მუშაობა წარმოუდგენელია და თვითონ ფაზებზედაც ყბები ისედაც სპილენძის ჰქონდა და დენმიმყვანები, მაგრამ მოკლექსელი ჰქონდა ჩვენ ხისტის შინებისგან აგებული და მათ შემთხვევაში უკვე მთლიანად სპილენძის მილებით არის, ანუ წყლით გრილდება მთლიანი დენმიმყვანი სისტემა. ამავდროულად მომჭერი ნახევარ რგოლები, რომელიც ჩვენთან შავი ლითონის ფურცლისგან იყო შედგენილი და ეს სპეციალისტებმა ასევე იციან, რომ დიდ დანაკარგებთან, ელექტრულ დანაკარგებთან არის დაკავშირებული, მათი მხრიდან დამზადებული არის მთლიანად სპილენძისგან. ეს თეორიულადაც კი სერიოზული დათვლებით ამცირებს დანაკარგებს და ამავდროულად, ვისაც ჩვენი ღუმელი წარმოუდგენია, ავარიების ფორმატი იქნება ძალიან შემცირებული. ხურის ორმო განსხვავებული ტიპის იქნება, ხურის ორმოში დამონტაჟებული იქნება ურიკები, რომელზეც განსხვავდება გამოსაშვები ციცხვები და პირდაპირ დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის ღარიდან ნადრობი პირდაპირ მოხდება ციცხვში. და ეხლა უკვე გამოშვების დროს გამოშვებული აირების გაწოვა მოხდება ვენტილატორის მიერ და ნაკლები დამტვერიანება იქნება. ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში, სადაც სრული დატვირთვით 4 ღუმელი მუშაობს და 1 კაპიტალურ რემონტშია, მიაჩნიათ, რომ მოსალოდნელი ეფექტის მიღება ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პერსონალზე, რომელიც ახალ ღუმელზე უნდა დასაქმდეს. ღუმელი კომპიუტერულ მართვას დაექვემდებარება, რაც წინასწარი გათვლებით მომსახურეობისთვის კომფორტულ პირობებს შექმნის. დარეზერვებული იქნება, ხვრელები იქნება ავტომატური დასაგეთი, დახურული ღუმელი იქნება, აქ მართვა კომპიუტერით მოხდება და შედარებით ახლებური მოდერნიზაცია გეთება. 24 ღუმელის სრულ გადაიარაღებაზე ქარხნის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთის ბრიგადები მუშაობენ, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში დიდი მოცულობის სამუშაოები აქვთ ჩატარებული. მშენებლობა მათ ნულოვანი ნიშნულიდან დაიწყეს. გაკეთდა მთელი რიგი სამუშაოებისა. საძირკველიდან დაწყებული ნულოვანი ნიშნულიდან საძირკველი, შემდეგ შეიგრა კარკასი, ღუმელის გარცმი, გადაიხურა, შევცვალეთ ფაზები, მანტილები, ტექნიკურად ასე ქვია, მისი მიმართველი გილზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ნიშნულებზე სამუშაოები. ახალი ღუმელის ფუნქციონირებაში განსხვავებული იქნება წყლის მომზადების სისტემაც. მას ჩაკეტილი ციკლი ექნება. კონსტრუქციის მიხედვით შესაძლებელი იქნება ფეროშენადნობის გამოშვების დროს გამონაბოლქვის ატაცება და მისი პირდაპირ გზით გაზგამწმეთ მოწყობილობებში მოხვედრა. ახალი ღუმელი სარგებელს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მოიტანს. ახალი ღუმელი კომპიუტერულ მართვას დაექვემდებარება, რაც წინასწარი გათვლებით მომსახურებისათვის კომფორტულ პირობებს შექმნის. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შემდეგ ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო უბნებზე ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორებმა შრომის პირობები შეისწავლეს. ჯორჯიან მანგანეზი ერთ-ერთი პირველია იმ საწარმოთა შორის, რომელთაც ახლად შექმნილი დეპარტამენტი შრომის უსაფრთხოების შესწავლის მიზნით საწარმოში მიიწვია.
ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო უბანზე ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორების შრომითი პირობების შესწავლის მიზნით შევიდნენ. ჯორჯიან მანგანეზი ერთ-ერთი პირველია იმ საწარმოთა შორის, რომელთაც ახლად შექმნილი დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოების შესწავლის მიზნით საწარმოში მიიწვია. აინტერესებთ ქარხანაში რა კეთდება, რა იწარმოება, როგორ არის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შრომის დაცვის კუთხით მივიღეთ, გულახდილად ყველაფერს ვანახებთ, პრობლემა არ აგვაქვს. ნახეთ მეოთხე სამქრო, ნახეთ სეპარაციის უბანი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი ნიმუშია და ძალიან კარგი დანადგარია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ნარჩენები აღარ გადის რაიონში, ქარხნის გარეთ ტერიტორიაზე არ იყრება და ასე შემდეგ და ბევრი ძვრებია, ბევრი სიკეთებია, რომელსაც თავის თვალით ნახავენ, შეფასებებს გააკეთებენ. ჯორჯიან მანგანეზში მიაჩნიათ, რომ თანამშრომლებისთვის უსაფრთხო შრომის პირობების გაუმჯობესებაში მოწვეული სპეციალისტების რეკომენდაციები დაეხმარებათ. მაქსიმალურად ყველა პირობები, რაც ტექნოლოგიური ინსტრუქციის, უსაფრთხოების ინსტრუქციით არის გაწერილი, ვცდილობთ, რომ ყველანაირად დავიცვათ, შემოწმებები ტარდება როგორც გეგმიური, ისე ყოველდღიური ტექნიკა უსაფრთხოების წარმომადგენლების მიერ, საამქროში, კვარტალში ერთხელ ყველა ბრიგადაში ტარდება ეს ტექნიკა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟები და ასე რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ. სხვანაირად ჩვენ საამქროში ძნელი იქნება მუშაობა, ისეთი პირობებია და ძნელი პირობებია მუშაობის, რომ აი ყველანაირად სიფრთხილე და პირობების დაცვა არის საჭირო. ეს ყოველდღიურად ტარდება ინსტრუქტაჟი და სამსახურში ჩვენ ცხადდებით სპეცდასასვლელით, აბანოდან გამოსვლის შემდეგ სპეცდასასვლელით ცხადდებით და ვიბარებთ სამუშაო ობიექტს. პირობებს რა შეეხება შედარება არ აქვს. გასულ წლებთან შედარებით არის უკეთესი პირობები. არის ტექნიკური მხრითაც მასალების რეგულირება ხდება ნორმალური სპეცდასასვლელის მიმართაც. ასე რომ გასულ წლებთან შედარებით ძალიან წისვლა იგრძნობა ჩვენთან. საწარმოში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის ტექნიკური უსაფრთხოების თანამდებობრივი დებულების დაცვა სავალდებულო ნორმაა, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება უსაფრთხო გარემო პირობების შექმნაზე. თანამდებობრივ დებულებაში განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები. თუ როგორ უნდა მოიქცეს ქარხანაში შემოსვლიდან და სამუშაოს დამთავრებამდე. ასევეა თითოეულ თანამომუშავეს, ეს მდრობელი იქნება, მემონტაჟე იქნება, მებეტონე იქნება, თუ ვიც იქნება, მათაც აქვს ესეთი ტექნიკური ინსტრუქცია, რომელსაც განსაზღვრულია მისი თითოეული რაღაცა ესე რომ ვთქვათ პუნქტობრივად არის განსაზღვრული მოსვლიდან, რომ სამსახურში უნდა მოვიდეს დაახლოებით 10-15 წუთის ადრე უნდა მოწესრიგდეს სპეცსანსაცმლით, მიიღოს დავალება უშუალო ხელმძღვანელისაგან და შემდეგ თავის სამუშაო ადგილზე უნდა დაიცვას მისი ქმედები. ელექტრიკებს და მექანიკებს, ზენგლებს დამატებით უტარდებათ კიდე, რომელსაც ენერგეტიკი უტარებს და უტარებს მექანიკი კიდე, მაგრამ ეს ჟურნალი არის საერთო ჟურნალი, რომელიც ვატარებთ ტექნიკა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ტარდება საამქროს უფროსის მოადგილე და პასუხისმგებელი, მე ვარ საამქროს უფროსის მოადგილე და პასუხისმგებელი და წლაში 30 წლის უფროსია პასუხისმგებელი. შრომის პირობების მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და ანალიზის შემდეგ დეპარტამენტში დასკვნას მოამზადებენ და ქარხნის ადმინისტრაციას რეკომენდაციების სახით მიაწოდებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამსაქმებელია თავად დაინტერესებული და დამსაქმებელია თავად მოტივირებული, რომ გაუმჯობესოს პირობები, ადგილზე შრომის პირობები და შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო, იმისათვის, რომ მან მიიღოს პროდუქტიული სამუშაო ძალა, რაც აისახება, რასაკვირველია აისახება თვითონ წარმოებაზეც და შესაბამისად გაუმჯობესებს რასაკვირველია თავის მხრივ ეს წარმოების თვითონ ამ კომპანიის ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებელსაც. ასე რომ ეს მაგალითი ძალიან კარგი მაგალითია და მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ყველა დამსაქმებლისთვის. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. არსებული კანონმდებლობით დეპარტამენტს შრომის პირობების შესწავლა მხოლოდ ნებაყოფლობით მეწარმე სუბიექტის მიწვევის საფუძველზე შეუძლია. შრომის პირობების მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ დეპარტამენტი დასკვნას ქარხნის ადმინისტრაციას გადაუგზავნის. კომპანია მზადაა რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ზესტაფონელი 4 ნიჭიერი ბავშვი ამჯერად ბაქოში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრება. ხარჯები ტრადიციულად კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა გაიღო.
2014 წლის საუკეთესო საფორტეპიანო ანსამბლი, რომელმაც ეს სტატუსი თურქეთში ქალაქ მარმარისში გამართულ ფესტივალზე მოიპოვა, ახლა ბაქოს მუსიკალურ კონკურსზე გასამგზავრებლად ემზადება. ჩაიკოვსკის საორკესტრო ნაწარმოები ინტერმეცო კომპოზიტორმა ალეკო ხახიშვილმა სპეციალურად ამ საფორტეპიანო ანსამბლისთვის გააკეთა და მას ვერიკო ქაშიბაძისა და მარიამ ჭანტურიძის დუეტი ბაქოში კამერულ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ეს ნაწარმოები არის 8 წუთიანი და ჩვენ თავისუფალი დრო როცა გვაქვს, აუცილებლად მეცადინეობთ მუსიკას და ვატარებთ მუსიკასთან ერთად დროს. პირველი კლასიდან დაწყებული ერთად უკრავთ ვანთ ანსამბლი და ამჯერადაც უკრავთ ბაქოში ჩაიკოვსკის ინტერმეცოს. ტყუპებსაც კი გვიძახიან, რადგან ცალ-ცალკე ჩვენ არასოდეს არ დავდივართ კონკურსებზე. ყოველთვის ერთად ვასრულებთ ნაწარმოებებს და ერთად შესრულებული ნაწარმოებით მივახციეთ ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას. სკოლაში გაკვეთილებს რომ მორჩებიან რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში მეცადინეობენ. არანაკლებ დროს უთმობენ მუსიკას მაშინაც, როცა სახლში არიან. პირველი კლასიდან მოყოლებული მსმენელის წინაშე ვერიკო ქაშიბაძე და მარიამ ჭანტურიძე საფორტეპიანო ანსამბლს წარმოადგენენ და არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული. ძალიან შრომის მოყვარეები არიან და ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ ამ თავიანთი შრომით. პირველ ადგილზე გავიდნენ მარმარისში, ეს ანსამბლი იყო საუკეთესო და ეხლაც კიდევ ბათუმში დაუკრეს ბრწყინვალედ და აირჩიეს ბაქოში უნდა დაუკრან და სულ ესე პირველ კლასიდან სულ ყოველთვის არიან ასეთი წარმატებულები და ასეთი შრომის მოყვარეები. მით უმეტეს ანსამბლი მაინც ისეთი რთული დასაკრავია, მაგრამ ერთად უკვე ისე არიან ეს ბავშვები და ესეთი შედეგებს მიაღწიან, რომ თანდათანობით უკეთესი და უკეთესი იქნებიან ალბათ. ბაქოში მუსიკალურ ფესტივალზე მომავლის ვარსკვლავები ზესტაფონის სამუსიკო სკოლიდან დები ძამაშვილებიც მიემგზავრებიან. ელენე და ნინი მსმენელებისთვის ქართულ პიესებს შეასრულებენ. დიდ დროს ვატარებ მუსიკასთან. ახლა მივდივარ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რათა ქართული მუსიკა წარმოვადგინო. ვუკრავ მელიტონ ბალანჩიბაძის ქართულ პიესას თეთრ შროშანებს. მივდივარ ქართული პიესით, რათა წარმოვაჩინო საერთოდ ზოგადად ქართული კულტურა, ქართული მუსიკა გავეცნო იქაურ მსმენელებს. გასვლა საზღვარგარეთ პირველად არ მაქვს, წინა წელსაც ვიმყოფებოდი თურქეთში მარმარისში, ქალაქში კონკურს ფესტივალზე, სადაც დიპლომატი გავხდი. ვფიქრობ, რომ ეს კონკურსიც არ უნდა იყოს შემდგის წარუმატებელი. ბაქოს მუსიკალურ ფესტივალზე საფორტეპიანო ანსამბლისა და დები ძამაშვილების მიწვევა სამუსიკო სკოლის დირექციაში მათი მორიგი წარმატების ნიშნად აღიქვამენ. ისინი ძალიან ხშირად მონაწილეობენ კონკურსებში, რის მიხედვითაც ხდება მერე ამ ბავშვების წახალისება ამ ფესტივალებში გაგზავნა. კერძოდ ბათუმის ფესტივალზე ორკესტრთან ერთად შესრულდა ჩაიკოვსკის არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომელიც ვერიკომ და მარიამმა შეასრულეს და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ესენი მიწვეული არიან ბაქოში, იქაც უნდა დაუკრან კამერულ ორკესტრთან იგივე ნაწარმოები. რაც შეეხება ნინი და ელენე ძამაშვილებს, ეხლახან ჩატარდა ეროვნული კონკურსი, რესპუბლიკური მეხუთე კონკურსი, სადაც ამ ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს, მოწონება დაიმსახურეს. ეს არის ჯილდო იმისი, რომ აარჩიეს ეს ბავშვები, როგორც აქტიური საუკეთესო მოსწავლეები ბაქოში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. 4-ვე ნორჩი მუსიკოსის გამგზავრება ბაქოს ფესტივალზე ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური მხარდაჭერით და ხელშეწყობით ხორციელდება. მშობლები ამბობენ, რომ კომპანიას არაერთხელ გაუწევია მათი შვილებისთვის ამ ტიპის დახმარება, რაც ნიჭიერი მოზარდებისთვის დიდი სტიმულია. მინდა აღვნიშნო და მადლიერება გამოვხატო ჯორჯიან მარგანეზის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაგვიფინანსა საერთაშორისო კონკურსებზე წასასვლელად გაიღო ჩვენთვის ხარჯები და ეს ფინანსური მხარდაჭერა იყო ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ ჩემი შვილები გასულიყვნენ საზღვარგარეთ და ქართული კულტურა, ქართული მუსიკის სახით ეჩვენებინათ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს ჯორჯიან მარგანიცისათვის, რომელმაც ყოველთვის წარმშეუხრალად გაგვწია დახმარება.
ჩვენი შვილების გვერდით იყო, ყოველთვის განცხადებაში ვამბობდით, რომ თუ კი ისინი ჩვენ შეძლების და გვარად დაგვეხმარებოდნენ, ამით ჩვენი შვილების განათლება შეუწყობდნენ ხელს. და ნამდვილად მე შემიძლია ამაყად დღეს როგორც მადლობა მოუხადო, ასევე ამაყი ვარ იმით, რომ არასოდეს ჩვენ ბავშვებს არ შეურცხვენიათ მათი ეს მხარში დგომა. ზესტაფონელი ნორჩი პიანისტების აზერბაიჯანული ტურნე 5 დღიანია. საფორტეპიანო ანსამბლისა და ინდივიდუალური შემსრულებლების გამოსვლების სხვადასხვა დღეებშია დაგეგმილი. ფესტივალის მონაწილეების შედეგებს 25 დეკემბერს შეიტყობენ. საუკეთესო საფორტეპიანო ანსამბლს, როგორც მათ მარმარისში გამართულ ფესტივალზე უწოდეს, ბაქოში ინდივიდუალური და გუნდური გამოსვლები ექნება. წარმატებები ვუსურვოთ ნიჭიერ მუსიკოსებს. თქვენ უყურებდით გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.